დღეს 9 ივლისია, 4 შაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ. მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამო მშვიდობისა. ეს არჩევნები მე-10, მე-11, მე-12 კლასის ბავშვებს ლოტოტრონის პრინციპით შვენივრად ჩაატარებენ. არჩევნები ლოტოტრონით, თუ არჩევნები ტელეფონებით. პაატა ბურჯულაძის და მურმან დუმბაძის ინიციატივები. აყალბეჯნისკის შანსი არ არის მართლა ტელეფონი. ის აწავიდა ის ბურჯულაძე გადაიფიქრა მობილურით რო არჩევნებს გვიტარებს. სტადიონზე ოღონდ უნდა დაუქირაოთ ჩვენ. ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ მოსყიდვაში ხაზარაძის პარტიას ადანაშაულებს. ესეთი ეთერი რო არ შემდგარიყო, იხდიდნენ. იხდიდნენ. კი, აი ჩვენს გვეუბნებოდნენ მათ შორის რომ მოყონ თქვენ. ნუ აი წარმოუდგენლად. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ბიძინა იული ჩემოდი და იყიდის თუ მამუკა იული ჩემოდი. დიდი გაუგებრობა ოპოზიციაში. დღეს საღამოს მოусმინეთ მურმან დუმბაძეს და გურამ მაჭარაშვილს. ხდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. ამას ასე ვიწყებთ ინტერვიუს მურმან დუმბაძესთან. ეს უკვე ხაზი არის საღამო მშვიდობისა ბატონო მურმან, მადლობა პირველ რიგში ჩართვისთვის. გამარჯობათ, მოგესალმებით. ბატონო მურმან, თქვენი ინტერვიუ იყო ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე, სადაც საუბრობდით არჩევნების ჩატარებაზე, ლოტოტრონთან დაკავშირებით იქ საუბარი იყო მე-11, მე-12 კლასელებზე და სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოყვა სოციალურ ქსელში. რომ გაგვაგებინოთ რაზე იყო საუბარი და როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ლოტოტრონით. ვახოთ საღამოშვიდობისა მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ყურადღებას აქცევთ მოსაზრებებსა და მეკითხებით. ესე იგი, კი ნამდვილად ეს აზრი დიდი ხანია მეტრიალებს თავში და უამრავჯერ მე მგონი მithქვამს, მაგრამ ეთყობა არ მიაქციეთ ყურადღება. ეხლა რას თიშთავს ესა? ჩვენი 30-35 წლიანი დამოუკიდებლობის დღიდან 90-იან წლებიდან მოყოლებული, როცა არჩევნები ტარდება, ერთი ნაწილი მოიგებს, მეორე ნაწილი დამარცხდება. და დამარცხებული ნაწილი არასდროს არ აღიარებს გამარჯვებულს და გამარჯვებულს მიაჩნია რომ ყველაფერი სამართლიანად ჩატარდა. მე გადის წლები, მე ეს დამარცხებული შემთხვევით მოხდება ხელისუფლებაში, მე ის ატარებს არჩევნებს, ის დამარცხებული უკვე უწინ გამარჯვებული, ეხლა უკვე დამარცხებული ის არ აღიარებს იმ გამარჯვებულს. მოკლედ, ჩვენ ვერ შევქმნით ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომ დამარცხებულმა და გამარჯვებულმა არჩევნების შედეგად ერთმანეთს ხელი ჩამოართვას და ერთმანეთი ვაღიაროთ. აი ეს პოლიტიკური კულტურა სამწუხაროდ ვერ დამკვიდრდა საქართველოში და ჩემი აზრით ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ის რომ ჩვენ საარჩევნო ადმინისტრაციებს არ ვენდობით. ეს საარჩევნო ადმინისტრაციები 90-იანი წლებიდან მოყოლებული დაკომპლექტებულია ხელისუფლების მიერ და უმეტესწილად კომისიებში არიან ის ადამიანები, რომლებიც მიმბული არიან თავიანთი ცხოვრებით ხელისუფლებაზე, მიმბული არიან ბიუჯეტზე, მიმბული არიან ასე ვთქვათ იმ გარემოებაზე, რომ თუ ისე არ მოიქცევიან, როგორცაც რასაც უკარნახებს ხელისუფლება, მაშინ მას პრობლემები შეექმნება. მე ვამბობ, რომ ჩვენ როგორ უნდა ვნახოთ, დაახლოებით 3.5 4000 საარჩევნო უბანია საქართველოში, ხო? თუ ერთ უბანზე მიანგარიშებთ 10 კაცს, მაშინ დაახლოებით სადღაც 30, 35, 40,000 კაცი გვჭირდება საქართველოში ისეთი, რომელიც ნეიტრალური იქნება პოლიტიკური პარტიების მიმართ და მიღებულ შედეგებს დააფიქსირებს ზუსტად ისე როგორც არის. ყოველგვარი ჩაყრისა და ყოველგვარი ძალდატანებისა და ყოველგვარი აყალმაყალის გარეშე. მე ყველაზე უფრო ვფიქრობ, მე ყველაზე უფრო უპრიანი ვარიანტია ჩვენ ეს ადმინისტრაციები, რომელიც დღეს არის საქართველოში, ეს ადმინისტრაციები გამოვიყვანოთ ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც უზარმაზარი ფულით არის დაფინანსებული. ეს ადმინისტრაციები მუშაობს უწყვეტლივ, ხო? აი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება საპარლამენტო არჩევნები და 4 წლის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ღებულობს ხელფასს. 4 წლის განმავლობაში საუბნო კომისია ღებულობს ხელფასს. რატომ ვიხდით ამ ფულს? ნუ თუ 21 საუკუნეში არ შეგვიძლია ჩვენ ისე მოვაწყოთ ჩვენი ქვეყანა, ისე ვენდოთ.
ისე ვენდოთ ერთმანეთს, რომ ადამიანება ერთხელ და სამუდამოდ არჩევნები ჩავატაროთ ბოლოს და ბოლოს არჩევნები არის ერთი დღე ტარდებოდა 12 საათის განმავლობაში. ნუ თუ არ შეგვიძლია საქართველოში მოვძებნოთ 30-40,000 კაცი, რომელიც ნეიტრალური იქნება პოლიტიკური პარტიების მიმართ და არჩევნების შედეგებს ისეც დააფიქსირებს, როგორც საქართველოს მოქალაქე ისურვებდა. ანუ მე ვამბობ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში უნდა იყოს უკიდურესად თავისუფალი ადამიანები და ასეთ ადამიანებად მე მიმაჩნია სწორედ ახალგაზრდობა. ეხლა უტრირება გავაკეთე მე სწორედ იმიტომ ვთქვი მე-11 კლასები, რომ თქვენ მიგექციათ ყურადღება, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ტელევიზიებს, მაგალითად იმედს დღეს თქვა ინტერვიუ რომ რა ხდება ამასთან დაკავშირებით, მაგალითად აჭარის ტელევიზიას, მაგალითად პოსტ-ტივის, რომელიც ხელისუფლებაში, აი სწორედ იმიტომ მართლა მე-11 კლასელმა კი არ უნდა ჩაატარო, ერთი წუთით ვახო, მე-11 კლასელმა ჩაატაროს თქვა მე-10, მე-11, მე-12 პირველი კლასის პირველი კურსის სტუდენტმა, მეორე კურსის სტუდენტმა ლოტოტრონის პრინციპით ავირჩიოთ სტუდენტი, პირველი კურსის სტუდენტი და უთხრათ რომ მაგალითად სამების თემის, აი სადაც მე ვარ, საიდანაც ვერთვები ტელევიზიაში, სამების თემის მე-10 საარჩევნო უბანში, აი ამ ახო სკოლა, საშუალო სკოლა მუშაობს, 500 ბავშვი ისწავლობს. ამ 500 ბავშვიდან 10 ბავშვი ავარჩიოთ და დავსვათ იმ უბანზე. ყოველგვარი, იმიტომ რომ ამ უბანზე ყოველთვის უბნის კომისიის თავმჯდომარე არის სკოლის დირექტორი. ეს სკოლის დირექტორი მიშას დროსაც მიშისტი იყო, ბიძინას დროს ბიძინისტია, ასლანის დროს ასლანისტია, მე რომ მოვალ მურმანი რო გახდება ბიძინას ადგილზე გახდება მურმანისტი, მოკლედ ეს სკოლის მასწავლებლები ატარებენ ამ არჩევნებს და შედეგები ადამიანებს ამ მასწავლებლების მიმართ არ აქვს ნდობა. მასწავლებელს ნდობა აქვს ფიზიკის გაკვეთილის, მათემატიკის გაკვეთილი. კარგი მასწავლებელია სკოლაში, მას პატივისცემა აქვს, მაგრამ როგორც საარჩევნო ადმინისტრატორს მას ნდობა არ აქვს. მე ვარ დარწმუნებული რომ თუ ჩვენ პირველი კურსის, მეორე კურსის, მე-10 კლასის, მე-11 კლასის, მე-12 კლასის ახალგაზრდა ბავშვებს ვთხოვთ რომ ეს ერთდღიანი 12 საათიანი ციკლი ჩაატარონ სრულიად უფასოდ. რატო უხარჯავთ ამდენ ფულს? ისე რომ ხელისუფლების დაკომპლექტებაში ამ ახალგაზრდობამ მიიღოს მონაწილეობა, გაკეთება უზარმაზარი საქმე და ნდობა იქნება ძალიან დიდი. თქვენ გინახავთ ვახო ასეთი სურათი. მე ვნახე დედოფლის წყაროში ასეთი სურათი. ქალი კომისიის წევრი ყრის ბიულეტენებს, მერე ტელევიზია შედის, ამ ჩაყრის მომენტს ეს ტელევიზია უღებს და ქალი არის მასწავლებელი აღმოჩნდა ეს ქალი შერცხვა ამ ქალს, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქალს უზარმაზარი შეურაცხყოფას ვაყენებთ. მას ვავალდებულებთ რომ ბიულეტენი ჩაყაროს ხუთში. ელექტრონულად ხდება. ეს ქალბატონი დაუძრა ტელევიზიას და შეძვრა მაგიდის ქვეშ. ეს არის ამაზრზენის სურათი და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ახალგაზრდობა, მომავალი თაობა, ის თაობა რომელიც თავისუფალ საქართველოში გაიზარდა, შეძლებს არჩევნების ჩატარებას. ესე იგი მე ასე ვთქვათ უტრირებით ვლაპარაკობ ამას. ეს საკანონმდებლო დონეზე დახვეწილი კი არ მაქვს. ეს არის იდეა რომ ჩვენ არჩევნები ჩავატარებინოთ ისეთ მოუსყიდავ ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ ნდობა და ასეთი ნდობის მქონე ადამიანები მგონია რომ ჩვენ საქართველოში მყავს და ეს არის ჩვენი ახალგაზრდობა. მიხდით რისკმა მინდა და უფრო მეტიც უზარმაზარი მილიონობით ლარი რო იხარჯება ბიუჯეტიდან, ერთი თეთრი არ დაჯდება. ახლა ავიღოთ მეორე ნაწილი. აი მაგალითად ჩვენ წინასწარ ვბეჭდავთ ქახალდებს, ხო და წერს პარტიების დასახელებებს და ასე შემდეგ. საერთოდ რა საჭიროა ეს ბიულეტენი? ის ბიულეტენი რომ მიდივა. ყველა მოქალაქე, ვინც საარჩევნო ყუთთან მიდის, იცის წინასწარ რა ნომერი უნდა შემოხაზოს. სახში აიღოს ფურცელი, დაწეროს რომ მე ვხაზავ მაგალითად 41-ს. მეორე აიღებს და იტყვის რომ მე ვხაზავ 5-იანს. დაწეროს თავის სახში, თავის ფურცელზე, რომ მე მინდა 5-იანი. მეორე თქვას რომ მე მინდა 41. მიიტანოს ეს საკუთარი ქახალდი და ჩააგდოს იმ უბანში, თქვათ, ურნაში. ამასაც უტრირებით ვლაპარაკობ. რა დაშავდება ამით? რა საჭიროა ამ ხელა უზარმაზარი ფულების ხარჯვა? მე ამ იდეას იმიტომ თავაზობ, რომ ჩვენი ამოცანაა რომ 21 საუკუნეში ცოტა უფრო სხვანაირად ვიფიქროთ, თანამედროვედ ვიფიქროთ, ცივილურად ვიფიქროთ. ანუ ცივილური არჩევნები ჩავატაროთ ყოველგვარი ძალდატანებისა და განსაკუთრებული ხარჯების გარეშე. ეს არის შესაძლებელი. ამის ეს იდეა ეხლა კი არ გაჩნდა, ეს რამდენიმე წლის წინ არის გაჩენილი, მაგრამ ნუ ახლა მე ასე ვთქვათ, სალაპარაკო დონეზე ვთქვი. უამრავი ასეთი საკითხები მაქვს. 7 წუთია კითხვა არ დამისვავს. 7 წუთია გაცლით ახლა საუბარს და მოდით მომეცით საშუალება რომ ეს ჩაგეკითხოთ. ბიულეტენებს აღარ ყრიან ამ უბნებში და ელექტრონული არის და პასუხი
კი ბატონო, ეს მხოლოდ ერთი ვერსიაა, ვახო. ეს მხოლოდ ერთი ვერსია, მე კი იმას არ მომავალ, რომ მაგალითად უფრო მეტად მე მხოლოდ იმას, რომ 21 საუკუნეა. ჩვენ კიდევ ქახალდებზე ვართ მიწებებული. ქახალდების ეპოქა დასრულდა. აღარ არსებობს. ქახალდი კი არა, უთულესი ოპერაცია გავიგეთე იმაში, რა ქვია, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ექიმი არ მოსულა ჩემთან. წარმოგიდგენიათ? ოპერაცია გაკეთდა დისტანციურად. რა დროს ქახალდია, კაცო? რა დროს ქახალდია, სადღაც კომპიუტერი იყო შეერთებული მე-10 სართულზე და ოპერაცია გაკეთდა საცხა მე-20 სართულზე. რაღა დროს ქახალდია, რაღაცა დროს ფანქარია, რაღაცა დროს პასტაა. ჩვენ ხო ყველას კომპიუტერი გვიდევს ჯიბეში. ამ კომპიუტერით მივცეთ ხმა, ეს მეორე ვერსია. ეს არ გამორიცხავს, მესამე ვერსია. განვიხილოთ უნდა სხვადასხვა ვარიანტი. ანუ მე ამით ატაბურჭულაძეს აქვს ტელეფონების ჩატარების ვერსია. კი, შეიძლება ეს ვერსიაც განვიხილოთ, რატომაც არა. განვიხილო, იმიტომ რომ დღეს არის ბიძინა და ბიძინას როგორც უნდა ისე ვატარებთ არჩევნებს. ხვალ მურმანდუბაძე მოვა ხელისუფლებაში და მურმანდუბაძე ხო არ გგონიათ რომ ბიძინაზე უკეთესია. ისიც გახდება ბიძინა თუ 13 წელი იქნება ხელისუფლებაში. ამიტომ ჩვენ შევეცადოთ რომ ისეთი საკანონმდებლო ბაზა შევქმნათ, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ გახდეს ბიძინა ივანიშვილი. აი, ეს არის ამოცანა. და 21 საუკუნეში ამის საკანონმდებლო ინიციატივების შემოტანა შეიძლება და ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ კანონების მიმართ იყოს პატივისცემა და ნდობა. ამაზეა ლაპარაკი. თორე ეს არ არის აკვიატება, რომ გინდა არ გინდა ასოციაციების არჩევნები. ხო არ გაანაწყნეთ ბატონ ატაბურჭულაძეს, რომელსაც უკვე აქვს ჩამოყალიბებული მკვეთრი პოზიცია, რომ ტელეფონებით უნდა ჩატარდეს. დიახ. არა, პირიქით, პატა ჩემი მეგობარია და ჩვენ ურთიერთობები გვაქვს ძალიან ხშირი. პირიქით, პატას ესაუბრეთ პატას. მე მომწონს ის იდეა, რომ რახან ჩვენ ტელეფონები, კომპიუტერები ჯიბეში გვიდევს, ჩვენ ემიგრაციას მივაღებინოთ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ხომ ხელისუფლებას ვერ ვაკომპლექტებთ ქართველებით. საქართველოს მოქალაქის პასპორტი ვისაც უდევს ჯიბეში, ის ხალხი ვერ აკომპლექტებს საქართველოს ხელისუფლებას და ამიტომ არის ისი წილობიწილო და უნდობლობა ხელისუფლების მიმართ. მოდი რახან კომპიუტერი გვიდევს ჯიბეში, არჩევნები ჩავატაროთ ელექტრონული ვერსიით, თქვათ მობილურით. კაცი რომელიც ცხოვრობს ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში, მასაც კონდეს მონაწილეობის მიღება და დააკომპლექტოს ქართული მთავრობა. ამის გაკეთება შეიძლება პატას ვერსიით. ეს ვერსიაც არის მისაღები. ანუ მე ამით იმის თქმა მინდა რომ ასეთი ვერსიები იქნება უამრავი ცივილური თანამედროვე 21 საუკუნისა. ყველა ეს იდეები უნდა მოუყაროთ, შევაჯეროთ და გავაკეთოთ. იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ შეუძლებელია ეხლა დღევანდელ პირობებში დღევანდელი ცესკოტი არავინ არ დათანხმდება. დღევანდელი ცესკო და კალანდარიშვილი თუ ჩაატარებს. ახლა რომ დათანხმდა ბატონო პატა რას ბრძანებს? დათანხმდა ლელო დათანხმდა, გახარიას პარტია დათანხმდა, გირჩი დათანხმდა, რას ბრძანებთ? იღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას აგერ ადგილობრივი. მე თქვენ ახლა იცით რომ ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ვარ და საკუთარი აზრი გამაჩნია პარტიებისა და ადამიანების მიმართ. არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა რომ მე ოპონირება გავწიო იმ პოლიტიკურ პარტიებს რომელიც ოპონირებას უწევენ მთავრობას. ჩემი სამიზნე ყოველთვის იყო აბაშიძე, სამიზნე იყო შევარდნაძე, ჩემი სამიზნე იყო მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა, სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება. მე პრეტენზიები მაქვს ხელისუფლებასთან და თქვენი შეფასება როგორი არის ბატონო ურბან, თუ მიიღებენ მონაწილეობას რა მოხდება, თუ არ მიიღებენ რა მოხდება? არა, თუ მიიღებენ მონაწილეობას, ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის მოსყიდული და ქრთამი აიღო და მოღალატე, არა. ამ ეპითეტებით ვერ შევამგობ, მაგრამ მე ვეტყვი ერთ რამეს, რომ ეს არის მცდარი გზა და დასრულდება კრახით. მე დარწმუნებით შემიძლია უთხრა, რომ აბსოლუტურ მაჩვენებლებში პროცენტით კი არ გავზომოთ. როცა დამთავრდება ეს არჩევნები და თუ გახარია მიიღებს მონაწილეობას და ლელო მიიღებს მონაწილეობას, აბსოლუტური მაჩვენებელი უნდა აიღო. რახმებიც მიიღო 24-ში, ამის ნახევარხმებს ვერ მიიღებენ, იმიტომ რომ მე ვცნობ ამ პარტიის წევრებს, მიმოწერები მაქვს, ყოველდღიური ურთიერთობები, მე ამით ვცხოვრობ. ძირითადად რატო ვერ მიიღებენ ნახევარხმებს? რატო ვერ მიიღებენ? იმიტომ რომ არ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას მხარს არ უჭერს. ეს არის ფაქტი. ნახე ლელოს პარტია ლამის დაეშალა. ეხლა როცა პარტიის რა ძანებთ ბაბუკა ხაზარაძე თქვა რომ ჩაატარდა გამოკითხვები, სადაც მოსახლეობას უნდა რომ მიიღონ მონაწილეობა. ხო იყო ამაზე საუბარი?
ღმერთმა ორჯერ მეტი მიაღებინოს, რაც გულში აქვს მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ ამაში უზარმაზარი გამოცდილება მაქვს, დარწმუნებული ვარ აბსოლუტურ მაჩვენებლებში მისი ხმების რაოდენობა მოიკლებს უამრავი ადამიანთან მაქვს მათ შორის რამდენს აიღებს თქვენი აზრით? რამდენს აიღებს? ხმები დააგდება. არა, მე მაგას ვერ გეტყვი, პროცენტებში არ შევდივარ. მე აბსოლუტურ მაჩვენებელზე იმიტომ გელაპარაკებთ, რომ რაოდენობრივად რა ხმებიც მიიღოს 24-ში ხმებს ვერ მიიღებს. ეხლა შეხედეთ, როდის შეიძლება და 24-ში მიიღო ის 8-9% ცოტა იყო ბატონო მურმან ლელოსთვის? კი, მაგრამ ეხლა რომ 8-9% მიიღოს, ვთქვათ, ან 10%. ეს არა, შეიძლება 10% მიიღოს, მაგრამ აბსოლუტურ მაჩვენებლებში იმაზე ნაკლები ხმები იყოს, ვიდრე მიიღოს 24-ში. პროცენტით ვერ განსაზღვრავ მაგას. მე გეუბნები რომ თქვათ, მიიღო X რაოდენობა ხმებისა 24 წელს, ახლა მიიღებს ნაკლებ ხმებს X-ზე. აი ამაზეა ლაპარაკი და არა პროცენტზე. პროცენტი შეიძლება დიდი მიიღოს. ხმებს რას მიიღებს ეს მითხარი? ხმები მას დააგდება. არჩევნებში შესვლა შეიძლებოდა ერთადერთ შემთხვევაში და მე მას აუჭერდი. თუ სრულიად ოპოზიცია გაერთიანდებოდა. რახან ოპოზიციური გაერთიანება ვერ მოხდა და არ მოხდა ეს ოპოზიციური გაერთიანება, სამწუხაროდ არ მოხდა და ეს ისე ოპოზიციური პარტიების ბრალია, ბუნებრივია ეულად ცალკე პოლიტიკური პარტიები არ უნდა ბატონო პაატა, ბატონო მურმან, ცდარი გზაა მამუკა ხაზარაძის. ბატონო მურმან, დღეს ზურაბიშვილმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ არც არჩევნებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი და არც ბოიკოტიო. თუ არც ერთი არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ რა გზა რჩება? ხო, ეს ცუდია ნეიტრალური, საერთოდ მე ნეიტრალური პოზიციები არ მიყვარს. თუმცა მე წავიკითხე მისი ტექსტი, ამ ქალბატონი სალომესი, წავიკითხე ტექსტი და ემხრობა უფრო მეტად იხრება იქითკენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიღება ფარსია. ანუ არჩევნები საქართველოში გაუქმებულია, ამას ამბობს სალომე ზურაბიშვილი. ანუ ის თითქმის ვერ ამბობს ღიად, საჯა როგორც მე ვიტყოდი, მაგრამ ის უმეტესად ამბობს, რომ არჩევნებში ბატონო მურმან, თუ მის განცხადებაში ბატონო მურმან, შეხედეთ დავაზუსტებ კითხვას, თუ მის განცხადებაში ის ჩანს, რომ თუ არჩევნებიც არა და არც ბოიკოტი, რომ რევოლუციური გზა რჩება, ეს ხომ არა ჩანს მის განცხადებაში? არა, არა, გასაგები ახლა სალომე ზურაბიშვილი, ქალბატონი სალომე ცოტა მოწესრიგებულია. მე ეს მოწესრიგება არ მაქვს. არ მქონია ეს მოწესრიგება არც აბაშიძის დროს, არც მიშას დროს და მითუმეტეს დროს, როცა მკაცრი ვერტიკალით ნებისმიერი რეჟიმი ჩემოვახო. დედამიწის ზურგზე თქვენ ვერ დაასახელებთ რეჟიმებს, რომელიც დამარცხდა არჩევნების გზით და ბიულეტენით. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. არჩევნები ან რეჟიმები მარცხდება შიგნით ჩამოიშლებიან, ან რეჟიმები დამარცხდება რევოლუციით. ორად ორი გზაა, მესამე გზა არ არსებობს. დააკვირდით რა ხდება. ის რაც ახვლედიანის სახლში მოხდა გუშინ საგარეჯოში მოგეწონათ? აი შეკითხო როგორც მოქალაქე. როგორ შეიძლება რამე მოგვეწონოს? როგორ შეიძლება მოგეწონათ ის რომ კაცი რომელიც ღმერთი იყო, კაცზე რომელზეც ლაპარაკობდნენ რომ ეს არის აჭარის ლიდერი, ლიდერთა შორის ლიდერი. ასეთი საქართველოს ისტორიას და აჭარის ისტორიას არ ახსოვს. ისეთი გზნებარე პოლიტიკოსია და ერთი კაცი არ ჩავიდა ბათუმში და საავადმყოფოში არ მოინახულა კაცი. როგორ არა ბატონო მურმან, როგორ არა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც იყო? აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც იყო. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მისი ნათესავია, მისი ოჯახის წევრი. არა, კი იყო, მაგრამ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ საკითხთან დაკავშირებით. არა, კარგი მე ის მისი ოჯახის წევრია და ჩავიდა როგორც ნათესავი და არა როგორც ასე დავით ბაციკაძეც ვნახე კადრში. დავით ბაციკაძეც ვნახე კადრში. არა, სხვა ვიგიდათ ეხლა იყვნენ. ყველას მე ვერ გეტყვით ეხლა სიას ვერ გაგეკეთეთ, მაგრამ იყვნენ. მომისმინეთ. ვახო მომისმინეთ და ასე შეკითხვას ვამ. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გაკეთებულია? რა კომენტარს ელოდებით ბატონო მურმან? გამოძიებაა დაწყებულიო და რა უნდა გააკეთო? რა კომენტარს ელოდებით? რა კომენტარს ველოდები? რომ ეს იყო სხადნიაკი, ეს იყო ჯიბგირების შეკრება? ეს შეკრება ახვლედიანის სახლში კი არ უნდა იყოს. ვინ გითხრათ ეს? ვინ გითხრათ? სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფლანგად ვინ გითხრათ ბატონო მურმან? არ ყოფილა ასე? არ ყოფილა ასე? ესე გუშინ კაცი იყო თავრობის ამაზე მტკიცებულება უნდა გქონდეთ რომ ლაპარაკობთ. ხო საიდან იცით ეს? ვინ გითხრათ? რამტკიცებულება უნდა მქონდეს. აი ესე შეიძლება ხელახებით ლაპარაკი. თავრობის თავმჯდომარე გუშინ
მე ხელაღებით გელაპარაკებით, იმიტომ რომ გუშინ თორნიკე რიჯვაძე იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და დღეს ეს კაცი ჩაიყვანეს საგარეჯოში, ან ესროლეს, ან თავი დაიჭრა. მე არ ვიცი ახლა რომელი მოხდა. ხო და დაველოდოთ მაშინ წინასწარი შეფასებები არ გვინდა, ხო? აი და უფრო მეც გეტყვი. ის რომ არ მომხდარიყო დაჭრა და ცეცხლსასროლი იარაღი არ ყოფილიყო გამოყენებული. ჩვენ გავიგებდით ამ სხადნიაკის შესახებ, ვერაფერს ვერ გავიგებდით. საიდან ვიცით რომ სხადნიაკი იყო კრიმინალური ბანდა. და რამდენი სხადნიაკი ამასე? თქვენ ხო არ გონია რომ მიქაუტაძე პირდაპირ სასამართლო დარბაზში მიიყვანეს? მიქაუტაძესთანაც იქნებოდა ეს ლაპარაკები. მიქაუტაძესთანაც იქნებოდა სროლები და შეიძლება არ დაიჭრა. დაუბრუნდეთ რა თემას. ბატონო გულბან, ეს ის ქვეყანა, სადაც პრემიერ-მინისტრი უთხრეს რომ გაზით გარდაიცვალაო და იმაზე ვერ გავიგეთ და თქვენ იმ ხელისუფლებას უჭერთ ხარს, ხო და ახლა სადაც არ ვიცით არაფერი იმაზე ამტკიცებთ და გავაგრძელოთ იმ თემაზე საუბარი, რაზეც ვსაუბრობთ. პრემიერ-მინისტრი რო გაზით გარდაიცვალა ზურაბ-ჟვანია 2005 წლის თებერვალში ეს დაადასტურა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ხელისუფლებამ ვერ დაადასტურა ცეცხლებები არის გამგრალიო ბატონო მურმან. არა, ვახო, არის თქვენ ჯერათ რომ გაზით გარდაიცვალა ზურაბ-ჟვანია. ბევრი იფიქრა. ამ ხელისუფლებამ დადო ზუსტად ის დასკვნა, რა დასკვნა დადეს ამერიკელებმა. ანუ თქვენ ჯერათ რომ გაზით გარდაიცვალა ჟვანიაზე. და რიჯვაძეზე არ გჯერათ. მე არ მჯეროდა ამ ვერსიის, მაგრამ ქართულმა ოცნებმა მიმუშავა ამ საკითხზე 2014-ში დაიდო ეს დასკვნა. და დაიჯერეთ ზურაბ-ჟვანია გარდაიცვალა. ანუ დაიჯერეთ. რაც რა დასკვნაც დაიდო ამერიკელების მიერ 2005 წელს. გესმით? ანუ მოგწონს თუ არა ასეთი ცხადნიაკები ამაზეა ლაპარაკი. გუშინდელი მთავრობის თავმჯდომარის ასეთი კინაღამ ფატალური შედეგი არ მოგწონს და რახან არ მოგწონს. რევოლუციაზე ვისაუბროთ. რატომ არ გამოვიდა? ბატონო, რევოლუციაზე რაზეც ვსაუბრობდით, იმ თემაზე ვისაუბროთ. რატომ არ ვისაუბრობთ. გამოვიდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და არ გააკეთა განმარტება ამასთან დაკავშირებით? პროკურორია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, კაცო. თორნიკე რიჯვაძე არის ლიდერთა შორის ლიდერი. ეს ხომ ამტკიცებდა ამას? ლადომ გალობლიშვილი ხომ ამტკიცებდა რომ ეს არის ლიდერთა შორის ლიდერი. გუშინ რა განცხადება გააკეთა? ნახეთ ლადომ გალობლიშვილმა. ეს არის პოლიტიკური, თქვენ ახლა პოლიტიკური შეფასება გინდათ, პოლიტიკურ შეფასებაზე საუბრობთ, ვერ გააკეთებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პროკურორის განცხადებას, ბატონო მურმან. რატო ვერ არა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა პოლიტიკური თანამდებობის პირი და ის ვალდებულია უნდა ჩაერიოს გამოძიებაში. ამ საქმესთან არა, ესე იგი აბა დეფინიცია წაიკითხე. რას ნიშნავს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა? გამოძიება როცა არის, როგორ უნდა გააკეთოს იმ განცხადება? რომ მას და გამოძიება თავის საქმეს გააკეთებს. ბატონო მურმან, იმაზე ვისაუბროთ რა, ბატონო მურმან. შოტად რო დავჭა. საზოგადოებას უთხრას საკუთარი ვერსია ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის მისი ვალდებულება. ზურაბიშვილს მიუბრუნდეთ, რა მოიკითხეთ თქვენ დღევანდელი მისი განცხადებიდან? მიუბრუნდეთ. მე მისი განცხადებიდან ამოვიკითხე, ცოტა ნეიტრალურ პოზიცია მე ასე არ გავაკეთებდი, ამიტომ ამბობ, რომ მე არა ვარ ნეიტრალობის კაცი, მე ან კის ვამბობ, ან არას ვამბობ. მე უფრო თამამად და უფრო ღიად ვიტყოდი, რომელ პოზიციას მუჭერ მხარს, თუმცა მგონია რომ უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი არ მივა საარჩევნო ყუთთან 4 ოქტომბერს, როცა ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები. პრაქტიკულად მან უფრო მეტად მითხრა, რომ ეს არჩევნები, სამომავლო არჩევნები, ეს არის ფარსი და ამ ფარსში ჩვენ არ უნდა შევიდეთ. მან ილაპარაკა ერთობაზე, მან ილაპარაკა პლატფორმის გაფართოებაზე. ერთობა აღარ აქვს, ხალხის აღარ დგას რუსთაველზე და რა გზა გრჩება ბატონო მურმან. პლატფორმაზე დაიდო. ერთობა აღარ არის, ვატყობთ ოპოზიციაში, არც ხალხი არ არის რუსთაველზე, რა გზა გაქვთ მაშინ ოპოზიციას? არა, რუსთაველზე არ არის ხალხი, ეს არაფერს არ ნიშნავს, ჩემო ვახო. არც რუსთაველის ქუჩიდან გადავაყენეთ ასლანაბაშზე 2004 წლის 6 მაისს. არც მაშინ ყოფილა რუსთაველზე ხალხი. თქვენ ლუგონიათ რომ აჭარაში იცი რამდენი კაცი ცხოვრობდა 2004 წლის 6 მაისს? 4.5 მილიონი კაცი. და რუსთაველზე უნივერსიტეტში იმ ადგილზე ეტევა 2000 კაცი, 2500. აბა მთელი აჭარა იყო გამოსული ასლანის წინამდე, ასე არა. 15 კაცი მივედით უნივერსიტეტის ეზოში და 10 სტუდენტი დაგვდა, 25 კაცი ვიყავით. 25 კაცმა დავიწყეთ და 6 მაისს დავამთავრეთ. ასე რომ მაგას ნუ იტყვი, რევოლუცია ჩემო ვახო, არასოდეს არ იგეგმება. რევოლუცია იბადება.
ის გაჩნდება, ის აი როგორ დაიბადება. უნდა ჩაატაროთ როგორ რა რესურსით ატარეთ რევოლუციას რა უნდა ჩავატაროთ? რა რესურსი გაქვთ რევოლუციის რა რესურსია მე გეუბნები რომ ვახო მე გეუბნები რომ რევოლუცია არ იგეგმება მეთქი და თქვენი ძახით რესურსი არა სხვა რაღაცას გეკითხეთ საერთაშორისო პარტნიორებით თქვენ როგორ ფიქრობთ რევოლუცია დაიბადება რევოლუცია დაიბადება თქვენ როგორ გონიათ საერთაშორისო პარტნიორები დაუჭერენ რევოლუციას ის დაგეგმეს ბასტილის ბატონო საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იგივე ევროპა დაუჭერს აქ რევოლუციას მხარს როგორ ფიქრობთ მე სხვა რამეს გელაპარაკებით მე ვამბობ რომ რეჟიმი ან გამოჭამს საკუთარ თავს როგორ ჭამს ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება საკუთარ თავს მიხდით რას ვამბობ ჩამოშლის პროცესი დაწყებულია თორნიკე რიჟვაძის მაგალითი საკმარისი საფუძველია ჩვენ ხომ გონებით არ გავჩით ჩვენ თვალებით უფრო გვიყვარს გჯელობა თვალებით სანამ არ დავინახეთ ვერ მივხვდით რომ ყარს უკვე სისტემა ესე იგი ეს რეჟიმი ამას ამბობთ 7 წელია ბატონო მურმა გარჩევის მე რა 7 წელი შეიძლება 17 წელი ვთქვა მაგრამ ეს ნელ-ნელა იზრდება და ერთი დღე დაიბადება ამას ვამბობ ამაზე ამიტომ წინასწარ იმის თქმა რომ როდის მოხდება ესე იგი მე ვამბობ რომ რეჟიმი ან ჩამოიშლება ან რეჟიმი დაამთავრებს თავის არსებობას რევოლუციით აი რევოლუციის შემთხვევაში გეკითხებით საერთაშორისო პარტნიორებისგან გეკდებათ მხარდაჭერა მეთქი ამას გეკითხებით რევოლუციის შემთხვევაში საერთაშორისო პარტნიორები დღესაც გვიჭერენ მხარს რევოლუციაზე გვიჭერს მხარს საერთაშორისო პარტნიორობა ევროპარლამენტის რეზოლუცია ნახეთ რევოლუციაზე გიჭერენ მხარს ბატონო მურმან რევოლუციაზე გიჭერენ მხარს ამას გეკითხებით რევოლუცია არ იგეგმება თუ მოხდება დაგიჭერენ მხარს დედამიწაზე როგორ ხდებოდა რევოლუციები თუ მოხდება მე წინასწარ რევოლუცია არ იგეგმება და რევოლუციაში როგორ დაგიჭერს ერთ-ერთი გზა რევოლუციაც არის გაჩნდება როგორც ქალბატონი დაორსულდება და 9 თვის მერე ბავშვი დაიბადება უცბად შენ ხო არ იცი რომელ დღეს დაიბადება ბავშვი ხო და როცა იქნება ეს პროცესი თქვენ ამბობთ რომ ეს პროცესი დადგება 9 და 7 დღე ის დაიბადება ის გაჩენილია ის იზრდება ის ვითარდება ის სულიერი ვითარდება და დაიბადება განვითარდება საქართველოში ხო ამბობ განვითარდება და ამ შემთხვევაში ხარდაჭერა გეკდებათ თუ არ გეკდებათ მხარდაჭერა რევოლუციას კი არ ეკრება მხარდაჭერა ეკრება პროცესს ეს პროცესი დაწყებულია რევოლუციურ პროცესს ქალაქების უმრავლესობას აღარ უნდა ქართული ოცნება რეჟიმში ყოფნა არ უნდა ჩვენ დღეს კადიროვის ჩეჩნეთში ვცხოვრობთ ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი თუ იმ შემთხვევაში თუ რა გვარია ეს ახალგაზრდა თავრობის რა გვარი თორნიკე რიჟვაძე თუ რაღაც ყალთაბანდობდა და ჯიბგირობდა და რაღაც ფულებთან არის დაკავშირებული ქონების გადანაწილებაზეა ლაპარაკი ხო მაშინ საგარეჯოში კი არ უნდა დაიბარო მაშინ ეს კაცი უნდა დაიბარო სასამართლო დარბაზში მაგრამ რახან ჯიბგირული ცხოვრებაა რახან ასეთი ვერტიკალია რახან ამნაირი სისტემა აწყო ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო დარბაზში კი არ იბარებს იბარებს კერძო ოჯახი და კერძო ოჯახი რომელიც საქმეს უნდა გაირჩეს სასამართლო დარბაზში ჩემი ამოცანაა რომ სახელმწიფოს მივხედოთ და სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ არა სხადნიაკებით არა იარაღების ჟღარუნით, არა ერთმანეთის მუქარით და გინებით, არამედ სასამართლოში ცივილურად გავარჩიოთ გასაგებია მადლობა და რახან ცივილურად არ ირჩევა ეს საქმე და სხალნიაკებით ცხოვრობთ, ამას ქვია რეჟიმი. ასე ცხოვრობს ჩეჩნეთი, ასე ცხოვრობს სტავროპოლის კრაი, ასე ცხოვრობს კრასნოდარის კრაი. საქართველო არის მიწა, რომლის ხელმძღვანელი არის ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი ამ უზარმაზარი პირამიდის სათავეში დგას. ეს არის ჩამოყალიბებული ჯიბგირი და ეს არის ჩამოყალიბებული ადამიანი რომელიც ამნაირად მართავს ამ ქვეყანას და მე მინდა რომ ასეთი სისტემა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდეს მადლობა ბატონო მურმან გასაგებია მადლობა მურმან დუმბაძეს უსმენდი და ბატონი გურამ მაჭარაშვილი შემოგვერთა საღამოშიდობის ბატონო გურამ მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას მოდი დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი ეს ინტერვიუ ევროპარლამენტის იმ რეზოლუციით რომელიც რამდენიმე საათის წინ იქნა მიღებული ამ რეზოლუციაში ძალიან ბევრი რამე პირველ რიგში წერია რომ არ აღიარებენ აი ამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რომ ისევ ლეგიტიმური უნდა იყოს ქალბატონის ზურაბიშვილი რომ ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას საერთო ჯამში თქვენი პოლიტიკური შეფასება როგორი არის ვახო ჯერ ერთი უნდა შევახსენოთ საზოგადოებას რომ
სულ რამდენიმე დღის წინ 3 თუ 4 დღის წინ დაიწყეს ისტერიული კამპანია ამასთან დაკავშირებით, რომ რატო არ იწვევთ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო ოდირს. მაშინ როდესაც შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ეუთო ოდირმა დასკვნა დაწერა, სადაც პირდაპირ წერია, რომ კონკურენტუნარიანი იყო არჩევნები, გენერალური მდივანი ჩამოვიდა არჩევნების შემდგომ, სულ რაღაც 3-4 დღის წინ ეუთო ოდირის ასამბლეაზე გენერალურმა მდივანმა გააკეთა განცხადება, რომ 40% აქვს ოპოზიციას პარლამენტში და რომ არ იყენებს ამას, ეს არის ძალიან ცუდი და ასე შემდგომ. და მაშინ, როდესაც ეუთო ოდირის დასკვნაზე ვარამე ამბობდა, რომ ეს არ არის ჩემთვის ბიბლია, კახარი ამბობდა, რომ საერთოდ არ მაინტერესებს ეუთო ოდირის დასკვნა და ევროპარლამენტმა, აი მივედით ახლა ამ კითხვაზე, დღესაც და რამდენიმე კვირის წინაც და იმის წინაც მიიღო რამდენიმე რეზოლუცია, სადაც კი ბატონო, ეუთო ოდირის დასკვნა უგულებელ იყო თავიდან ბოლომდე. და თქვა, რომ ახალი არჩევნები არის ჩასატარებელი. ორი ინსტიტუტი ერთმანეთის დაპირისპირებაში გამოდის. გამოდის, რომ ევროპისვე ინსტიტუტები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და ამიტომ ამბობდი ჩვენ, რომ ეუთო ოდირი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, საკმაოდ ავტორიტეტული და ჩვენი დასაცავი გახდა ეუთო ოდირი თავისი გენერალური მდივნით. როცა აქ ჩამობრძანდა, როცა განცხადება თქვა, თავს დაესხა ევროპულ პარლამენტი, თავს დაესხა აქაური რადიკალური ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის სახით და ასე შემდგომ. ამიტომ გაცვეთილია ესეთ ტიპის რეზოლუციები, მე ვიტყოდი, რომ არანაირი რეაქცია ამასთან დაკავშირებით, თაც ქვეყნის შიგნით, თაც ქვეყნის გარეთ აღარავის აღარ აქვს, რატომ? იმიტომ რომ სამწუხაროდ ამოჭამა თავი ევროპარლამენტის ასეთი ტიპის რეზოლუციებმა, რომელიც არის უკვე პრაქტიკულად შეურაცხყოფელი და მომაბეზრებელი, უარგუმენტო ბაზე რო აღარაფერი ვთქვა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ჩაწეროს უკვე, ნუ რა ვიცი, უკვე ვადაგასული კი აღარ არის, ეს საკითხი არის უკვე რეალურად საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ წერტილ დასმული, მით უმეტეს იმ 5-თვიანი განხილვების შემდგომ, რაც საგამოძიებო კომისიაზე ხალხმა ამ 5 თვის განმავლობაში ის 9 წელი აი სწრაფად გაიარა, რო იტყვიან კადრების სახით. ის ჯოჯოხეთური პროცესები გაიარა, სადაც საერთაშორისო სასამართლოს მტკიცებულებები არსებობს და დასკვნა იქნება საკმაოდ ისტორიული. ამის მერე კიდე რომ რეზოლუციაში წერს სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ეუთო ოდირის დასკვნა არსებობს, გენერალური მდივნის განცხადებები არსებობს, რომ არჩევნები ჩატარდა 2024-ში კონკურენტუნარიანი. რასტუკის სასამართლოს გადაწყვეტილებაც არის ეგრე სააკაშვილთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არსებობს. ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპაში, ევროკავშირში არის კრიზისი ევროპული ღირებულებების. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროპული ღირებულება დაბრუნდება ევროკავშირში, იმიტომ რომ ხედავთ რამდენიმე პარლამენტარი ევროპარლამენტშიც გამოდის და ცოტა რეალურად უკვე ობიექტურად აფასებს პროცესებს. ბატონო გურამ, ამავე რეზოლუციაში წერია იმ ადამიანებზე, ვინც იმ საგამოძიებო კომისიაში, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, როდესაც არ გამოცხადდნენ და მიეცდნენ პასუხისგებაში, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციის წარმომადგენლები, მათზეც წერია, რომ ანუ უკანონოდ მიიჩნევენ მათ პატიმრობას. სულ რომ არ იყოს თქვა აი ამ რეზოლუციაში თქვა, როგორ წარმოგიდგენიათ არჩევნებია კარს მომდგარი და რამდენიმე ლიდერი არის ციხეში, აი ამაზე რა შეფასება შეგიძლიათ გააკეთოთ? რეალურად ეს გაშიფრა საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა თავისი ტესტით. როცა რამდენიმე დღის წინ შეთავაზება მისცა ამ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ლიდერებს და უთხრა, რომ თუ თქვენ დაწერთ რომ განცხადებაში რომ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში, რისი პრეტენზიაც აქვთ, რომ როგორ შეიძლება არჩევნები ჩაატაროთ თუ ესენი ციხეში იქნებიან, შესთავაზა ყაველაშვილმა, რომ დაწერეთ რომ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში, ამიტომ გთხოვთ შემიწყალოთ და შეგიწყალებთ. მაგრამ უარი თქვეს. ამით გაიშიფრა თავიდან ბოლომდე პროცესი. გაიშიფრა იმიტომ რომ ეს მათი ციხეში შესვლა ზოგიერთმა განაჩენს დაასრო, ხო ვნახეთ გვარამია. განაჩენი დააწიეს, დაასრო ციხესთან მივიდა იქ. იქ ელოდებოდა. იქ უნდოდა ჯდომა? არა მარტო ჯდომა, იქ შესვლა იყო გეგმა. გეგმის ერთ-ერთი ნაწილი. რა გეგმა უნდა იყოს? იმიტომ რომ კარგად იციან რომ არჩევნებს აგებენ. და ორი გზაა ეხლა რომ აიცილო პასუხისგებლობა. ერთი რომ ციხეში წახვიდე და მეორე რომ არ მიიღო მონაწილეობა. ან ორივე ერთად. ეს ის გეგმის ნაწილია, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე უკვე გავშიფრეთ და ვთქვით რომ ის უცხოური ძალა უკვე ესე ალაგებს ახლა აქ სიტუაციას. მართალია სპექტაკლს ესენი უნიჭოთ ასულებენ, მაგრამ ასე არის დადგმული, რომ ნახეთ იმ 4 გადალახული პარტიიდან შუაზე გაყვეს ორს უთხრეს, რომ თქვენ ახლა გვარამია ვერ გაემიჯნები ვერანაირად ახლა ნაცმოძრაობას, ახლა ვერც ლელო გაემიჯნება და გახარია, მაგრამ მაინც დაინახეს როგორც ჩანს აქ ვითომ შანსი, რომ ეს ორი პარტია ისე გავაკეთოთ, რომ
გავმიჯნოთ ნაცმოძრაობიდან, იმიტომ რომ მიხვდა უცხოური ძალა რომ ხა 5 ნომერი ბრენდი ვეღარასოდეს ვეღარ მოვა და მაშინ ეს ევროპარლამენტის რეზოლუცია რას ნიშნავდა, როდესაც დღეს მოუწოდებდნენ პრაქტიკულად რომ არ მიიღონ მონაწილეობა. თუ იქიდან იმართებიან, იმ დღეს წინა გადაცემაში მაგალითად ხათუნა ხოფერია იყო აქ და იმან თქვა ესეთი პოზიცია, რომ სხვადასხვა ადამიანები ხელმძღვანელობენ აქ პარტიებსო. თქვენც ამას იზიარებთ? ნახეთ, ეხლა ჩვენ ვამბობთ უცხოურ ძალას და ეს არაერთხელ ვთქვით. იგივე deep state-ი, რომელიც დაარქვა ტრამპმა, ჩვენ კი არ დაგვირქმევია, ეხლა რო აქ დასცინიან. ტრამპს გაუგზავნონ ეს დასაცინი წინადადებები. ტრამპმა დაარქვა, თორე ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვეძახუთეთ. და ეს deep state-იც ერთი ადამიანი კი არ არის. ან ერთი მიმდინარეობა კი არ არის. იქაც რამდენიმე მოსაზრებები არსებობს. ყველას უნდა აქ არეულობა და ყველას უნდა აქ ევროფრონტი, მაგრამ გზები შეიძლება სხვადასხვანაირად არის დანახული იმ deep state-შიც და ამიტომ ვამბობთ ამას, რომ ეს საბოლოო მიზანი აქაც ეხლა იმ დადგმულ სპექტაკლში მსახიობი, რომელი მსახიობი როგორ შეასრულებს, ამაზეც არის დამოკიდებული და ნუ როგორც ჩანს აქ რა თქმა უნდა მიდის ახლა ასე ვთქვათ კეკულუცი, კონკურენცია არის, როგორ მოაწონონ თავიანთ პატრონებს თავიანთი თავი. და ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში ბევრჯერ გაიწესდა ამ კომისიამ, ჩვენმა კომისიამ. შეიძლება ითქვას, რომ დიდი ძახილის ნიშანი დასვა წერტილი კი აღარ უკვე 5 ნომერ ბრენდზე და ნაცმოძრაობაზე. დიდი ძახილის ნიშანი, რომ მორჩა ეს პრაქტიკულად დამთავრებულია, აი ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას რეალურად არსებობა და დაწყებულია ეს პროცესი. და ეს დაინახეს უცხოეთში. დაინახეს, რომ შანსი ამისი აღარ არსებობს, ამისი გაცოცხლების შანსი აღარ არსებობს და ეხლა თქვენს, რომ იქნებ ისე მოახერხოთ, რომ ეს ორი პარტია მაინც რაღაცნაირად გამოუგლიჯოთ ამ ნაცმოძრაობას. თუმცა აკეთებენ ისე, რომ მათი ჭკუით, რომ ამ 5 ნომერს ტოვებენ ქუჩაში, რომ იქნება ქუჩაში აბუნტონ, ეს ორი პარტია უნდათ რომ როგორმე ამ არჩევნებში მიაღებინონ მონაწილეობა და აქ აბრძოლონ ამ ბრძოლის ველზე და ეს არის მათი გეგმა თავიდან ბოლომდე და გამომდინარე აქედან არის ზუსტად რომ ეხა არ ღებულობენ მონაწილეობას თუ ღებულობენ მონაწილეობას ყველა მიცის რომ დამარცხდება მაგრამ ამ შემთხვევაში ვის რა ურჩევნია? თქვენ გამორიცხავთ რომ შეცვალოს მაგალითად ლელომ იმ ფონზე, როდესაც მთელი ოპოზიცია პრაქტიკულად ახლა ზეწოლას ახდენს მათზე და პლუს დაეწია ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია, თავისი პოზიცია შეცვალოს ლელომ გამორიცხავთ ამას? ხო, გულწრფელად რო გითხრათ, ეს ჩვენი დღის წესრიგის თემა საერთოდ არ არის. ლელომ შეცვალოს, გახარიამ გადაცვალოს, ნაცმოძრაობა მიიღოს მონაწილეობა, აი საერთოდ არ არის ჩვენი დღის წესრიგი, ეს თავიდანვე ვთქვით. იმიტომ რომ მიიღებენ მონაწილეობას ყველა დამარცხდებიან, არ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთი გაქრებიან პოლიტიკური ვედი. ანუ ოპოზიცია იქნება თუ არა საკრებულოებში? აი ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, რომელსაც ისედაც ელის ვიმეორებ, საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, თითქმის 100%-იანი გარანტიით გაუქმება და ანტისახელმწიფოებრივად გამოცხადება. ჩვენ მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, იმ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში იქნება ისეთი დოკუმენტები, ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ნახა ხალხმა და რომელიც კიდე შემოსულია, რომ საკმარისზე მეტი იქნება იმისათვის, რომ აი ეს პარტიები, დედა ნაცმოძრაობა თავის ფილიალებით გამოცხადდეს სასამართლოს მიერ ანტიკონსტიტუციურად. ვიმეორებ, იმიტომ რომ არა მხოლოდ 2012 წლებში, არამედ 2012 წლის შემდგომაც უამრავი მტკიცებულება მათივე განცხადებებით და სხვადასხვა დოკუმენტებით არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ ისინი მტრობდნენ პირდაპირ სახელმწიფოს და ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ არ უნდა არსებობდეს. ამიტომ ჩვენ ამ პროცესს ასე უყურებთ. და ეხლა თვითმმართველობის არჩევნებზე ესენი შემოვლენ თუ არ შემოვლენ, ეს არის მათი გადასაწყვეტი. მთავარი აქ საქართველოში დღეს არის ის, რომ პროცესი ვმართოთ ისე აი ამ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში რეალურად რო განსაკუთრებით ჩვენ რეგიონში რო იტყვიან ცეცხლის წვიმები არის და ჩვენ ვახერხებთ იმას რომ შვიდობა იყოს და არა მარტო შვიდობა და უსაფრთხოება ეკონომიკური წინსვლაც იყოს მათ შორის სავალუტო ფონდის დასკვნებიც არსებობს ეს არის ჩვენი დღის წესრიგი და არა ის ეხა ხაზარაძე დაქორწინდება გახარიასთან გახარია განქორწინდება ხაზარაძესთან თუ მე ისევ დაქორწინდება ხაბეიშვილთან ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი ეს არის მათი საკითხი და ყაველაშვილის შეთავაზებამ კიდევ მორიგჯერზე აჩვენა ეს რომ მათი მიზანი არ არის რეალურად მონაწილეობის მიღება. თორე თუ მონაწილეობას იღებ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ არჩევნებში, ყაველაშვილის შეთავაზება შეწყალებაზე რატომ არ გინდა? და კიდევ ერთი ამბავი ამერიკის მოქმედი ელჩი, რომელსაც დღე-დღეზე პენსიაში უნდა გავიდეს, თქვენ იცით რომ გააკეთა
განცხადებები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს ხელისუფლების გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მუქარა ამერიკის ადმინისტრაციაზე იყო მუქარაო. საერთოდ ჯამში როგორ შეაფასებდით მის აი ამ ინტერვიუს და რას ნიშნავდა ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის, ხალხის ძალისთვის ყველასთვის? ჩვენ ეს არაერთხელ თქვით. მათ შორის ჩვენ ხალხის ძალამ 3 წელია უკვე რაც დავიწყეთ ამ თემებზე საუბარი. თავიდან ხალხი ამას ძალიან გაოცებით შეხვდა, მაგრამ მე ნელ-ნელა შევძელით ის, რომ საზოგადოება მიხვდა, რომ ჩვენ სიმართლეს ვამბობდით და დღეს ახლა როცა ჩვენ საუბრობთ, რომ პენსიაზე წასული ელჩი იმ გადაცემაში აკეთებს ინტერვიუს, რომელიც გააუქმა ამერიკის პრეზიდენტმა, როგორ შეიძლება ჩვენ ამაზე რაიმე ინტერესი ქონდეს? ეს ჩვენ ინტერესსფერო ვერ იქნება. ჩვენ მოქმედ ელჩებს ასე ვთქვათ, ვეპასუხებით იმ შემთხვევაში, თუ უსამართლოა საქართველოსთან მიმართ განცხადება და ასე შემდგომ და გვინდა რომ მოქმედი ელჩი, რომელიც დაინიშნება, დარწმუნებული ვართ, რომ გადატვირთვა მოხდება, იმიტომ რომ ჩვენ ელჩზე უკვე არის პოზიტიური დასტური ამერიკიდან, ეხლა იქიდანაც იქნება ახალი ელჩი და ჩვენ ამაზე ვართ გადაწყობილი. ეხლა პენსიაზე გასული და იქ საჭადრაკო დაფაზე გასული ელჩები და იქ გაუქმებულ და ჩამოწერილ ამერიკის პრეზიდენტისვე ჩამოწერილ რადიო თავისუფლებაში გაკეთებულ განცხადებებზე ჩვენ ვერ გვექნება ვერანაირი ინტერესი და აქედან გამომდინარე უნებრივია რომ არც სურვილი გვაქვს რომ რაიმე კომენტარი გავაკეთოთ. და ასევე დღეს ზურაბიშვილის განცხადება იყო, ელოდებოდა ოპოზიცია, რომ რაღაცა ვთქვათ გეგმა იქნებოდა თუ რა იქნებოდა არ ვიცი, მაგრამ იყო მოლოდინი ოპოზიციის მხრიდან. ზურაბიშვილმა პრინციპში თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობითაც არაფერი რადიკალურად არ შეიცვლება და არც ბოიკოტით. მაშინ რა გზავნილი გააკეთა ზურაბიშვილმა დღეს? ელჩზე ვიტყვი ერთიან და მასე გადავალ მე რომ თავად ის ფაქტი რომ ელჩს უშვებ პენსიაზე ვადამდე სანამ ვადა არ გასულია უკვე ნიშნავს იმას რომ აღარ ენდობა ხელისუფლება იმ ელჩს და ესეც კიდე ერთი მტკიცებულება რატომ აღარ უნდა მივაქციოთ ყურადღება მის რაიმე ტიპის განცხადებას. ეხლა ზურაბიშვილსაც შეეხება აქაც ძალიან რთულია სერიოზული განცხადებები, ამ ქალის ნებისმიერი განცხადება ხდება ყოველთვის უფრო კომიკური ვიდრე მისი წინანდელი. ეს თავს ვერ გაუგებ და ბოლოს ვერ გაუგებ. ლოგიკას ვერ ჩაწვდები და ქართულს ვერ გაიგებ. არაფერი რეალური იმასთან, რასაც ის საუბრობს, არ აქვს პრაქტიკულ მოცემულობას გნებავთ არჩევნებთან დაკავშირებით. ეხლა მე როგორ შევძლო ზურაბიშვილის განცხადების განმარტება, როცა თვითონ იქ სადაც არის ნაცმოძრაობაში და იმ ფილიალებში ისინი ვერ იგებენ ამას და აღარ წინა კორესპონდენტი თუ რესპონდენტი ასევე ვერ გებულობს რა თქვა ეხლა ზურაბიშვილმა და იქ არის ნაცმოძრაობაში და ყველანი იქ არიან და ერთი გამოდის და მოსწონს ზურაბიშვილის, მეორე გამოდის და არ მოსწონს, მესამე გამოდის და ნეიტრალურს ლაპარაკობს და ასე შემდგომ. ასე რომ თუნდაც ეს ზურაბიშვილის ეს აი არასრულფასოვანი გამოსვლა უკვე მეტყველებს იმაზე თუ რა მდგომარეობა არის ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობაში და მის ფილიალებში. მდგომარეობა არის ურთულესი გამომდინარე იქიდან რომ რესურსი აღარ აქვს პარლამენტში, იმიტომ რომ წამოვიდნენ, რესურსი აღარ აქვს ქუჩაში, იმიტომ რომ არაერთხელ თქვი რომ შეიძლება ყავთ რა თქმა უნდა 10,000-ობით ამორჩეველი და 100,000-ობით რომელმაც მისცა ხმა, ეს ფაქტი იყო 24-ში, მაგრამ მხარს არ უჭერს არავინ რევოლუციას. ერთადერთი რაც წინა რესპონდენტისგან გავიგეთ ეს არის რომ დიახ ისინი რევოლუციისთვის ემზადებიან, მაგრამ მხარს არ უჭერს ხალხი. მათივე ამომრჩევლის 99% მინიმუმ მხარს არ უჭერს ამ რევოლუციურ პროცესს. შეიძლება პოლიტიკურად უჭერდნენ მხარს, მაგრამ რევოლუციურ პროცესს და რადიკალურ ცვლილებებს ის ხალხი მხარს არ უჭერს. ეს არის განსხვავება ზუსტად აიმ პოლიტიკურ დადგებაო ეს რევოლუცია იბადებაო ბატონი მურმანი საუბრობდა და პრინციპში თქვა რომ ფილმი ხო გახსოვთ ესო მოვა ნატრისხე ფილმი რომ არის თახი კავსაძე მიწას რო კურს დაადებს და მოდის რევოლუციაო აი ეს გამახსენდა რა რასაც ეს ბატონი დუმბაძე საუბრობდა მოვა რევოლუცია ხო აი ასეთ რთულ სიტუაციაში არიან ფსიქოლოგიურად რთულ სიტუაციაში არიან ანუ ქუჩაში მხარდაჭერა აღარ აქვთ პარლამენტში მხარდაჭერა აღარ აქვთ, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერა აღარ აქვთ, უცხოეთიდან აღარ სწალიათ მათთვის და დარჩათ ერთი რომ ყური დაადონ მიწას და დაელოდონ რევოლუციას. აი ეს თქვა ახლა დუმბაძემ და რა ვიცი, რთული მდგომარეობა, ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაში არიან ამ შემთხვევაში და ეს გასაგებიც არის და ლოგიკურიც არის. იმიტომ რომ როცა შენი ხალხის წინააღმდეგ წახვალ ესე მუდმივად, ბუნებრივია ამ მდგომარეობამდე მიხვალ. იმიტომ რეალური აღქმის უნარი უნდა გქონდეს
ვინ გიჭერს მხარს, რაში გიჭერს მხარს და არ უნდა იყო უცხოეთის ინტერესების გამტარებელი შენს ქვეყანაში. ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული იქნები, როგორი მოწინააღმდეგეც არ უნდა იყო ხელისუფლების და როგორც არ უნდა არ მოსწონდეს საზოგადოების ნაწილს. ხელისუფლება უმრავლესობა შენ მხარს არ დაგიჭერს თუ მიხვდა რომ შენ სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებ საქართველოში. თქვენ კი საუბრობთ რომ ერთი კლასტერიაო ეს ოპოზიციაო და გარედან იმართებიანო, მაგრამ შეხედეთ რა აღმოჩნდა. წერან საუბრობთ რომ აი გვარამიაზე ჯერ გადაწყვეტილება არ იყო და წავიდა და იქ დაჯდა და გაებზა და რომ შესულიყო ციხეში, მაგრამ ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციის ბატონი გახარია გაურკვეველი ვადით არის უცხოეთში წასული. ბევრი დაიწერა, ბევრი ითქვა რომ ეშინია ჩამოსვლის რომ არ მოხდეს მისი დაკავებაო. რეალურად თქვენ როგორ აფასებთ ამ ამბავს? ნუ მე თავში ვთქვი და გავიმეორებ რომ რა თქმა უნდა სპექტაკლი რეჟისორი ერთია, შეიძლება რამდენიმე რეჟისორია, მაგრამ მიზანი ერთი აქვთ, არეულობა ქვეყანაში საქართველოში და მეორე ფრონტი და ასე შემდგომ. ყოველ შემთხვევაში ეროვნული ხელისუფლების ცვლილება არის მიზანი მათი, მაგრამ ამ რეჟისორებს შორისაც და მსახიობებს შორისაც განსხვავებები არის, ინდივიდუალური ადამიანები არიან. ამაზე აქ საუბარი, ხო? იმ სპექტაკლშიც ყველას უნდა მთავარი როლი, ყოველ შემთხვევაში მასებში მონაწილეობა ნაკლებს უნდა. და ეს არის ხა გახარიაც ზეამბიციური ადამიანია და ამიტომ უნდა რომ ყველაზე ძლიერი გამოჩნდეს, ყველაზე ჭკვიანი გამოჩნდეს და ამიტომ გააკეთა ეს რომ არც უარი თქვა კომისიასთან თანამშრომლობაზე, ვერც მოვიდა, იმიტომ რომ იცოდა რომ პასუხები არ ექნებოდა იმ კითხვაზე, რა კითხვებიც დაუსვით. ჩორჩანა თავის ტკივილი იქნება მაინცისთვის გამოჩნდა პირდაპირ, ხო? გამოჩნდა რომ პასუხები არ ქონდა იქ რაღაც იმოდა ვითომ რაღაცა გაატარა იქ ხუმრობაში, მაგრამ ხო და საბოლოოდ ყველამ დაინახა ის პასუხები არ ქონდა კითხვაზე, რომ საგუშაგოს დადგმით ხალხი იქ ვეღარ შედის. ანუ დასკვნაში ჩორჩანას თემა თქვენ როგორ ფიქრობთ, ხო მუშაობს უკვე დასკვნაზე ხარ პრაქტიკულად გასულები, რა შეიძლება რომ აი ამ ნაწილში ვნახოთ? ერთ-ერთი მიმართულება იქნება რა თქმა უნდა, სადაც დასკვნაში ჩვენ გვექნება ბევრი რამდენიმე თავი იქნება და ერთ-ერთი მიმართულება იქნება რა თქმა უნდა 2012-დან დღემდე არსებული სიტუაცია, მათ შორის გახარიას ჩართულობა, მისი პოლიტიკური ქორწინება ნაცმოძრაობასთან, მათ შორის ეს ჩორჩანას საკითხიც, რაზეც პასუხები უბრალოდ ელემენტარულად არ ქონდა და ბუნებრივია რომ ეს პასუხები არ ქონდა. ეს შეიძლება მართლაც დადგეს იმის საფუძველი გამოძიებისთვის, თქვენ ცხადია ვერ გააკეთებთ პროკურატურის, მაგრამ თქვენი შეფასება პროკურატურისთვის შეიძლება გახდეს საფუძველი იმისთვის რომ პასუხისგება შეეცეს. იქნება ის შეფასება რომ რა თქმა უნდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც წინასწარ ვერ ვიტყვით, მაგრამ ზუსტად ვფიქრობ რომ დასკვნის საფუძველზე მათ შორისაა ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს საკითხი, რა თქმა უნდა იქნება დღის წესრიგის ის საკითხი, სადაც აუცილებლად განიხილება მისი როგორც პოლიტიკური პარტიის ანტიკონსტიტუციურად და ანტისახელმწიფოებრივად გამოცხადება, იმიტომ რომ ბევრი ისეთი ქმედება არის ჩადენილი, რომელიც ხელს უწყობს უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას საქართველოში, დაწყებული ავიცი მისი ოცილიდან, გაგრძელებული მისი გადადგომით და ჩორჩანა და ასე ბევრი საკითხი. ანუ რეალურად ჩვენი კომისიის მიზანი სხვა ყველაფერთან ერთად არის ის, რომ აი ეს ნაცმოძრაობა, დედა ნაცმოძრაობა თავისი გაყოფილი ფილიალებით ვამხილოთ როგორც ანტიეროვნული ძალები საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ჩორჩანას ერთ-ერთი მიმართულება იქნება. და ისე მურმანდუმბაძეშვილმა უბრუნდე გადაცემის დასაწყისში საუბრობდა, რომ საერთოდ გასაუქმებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიაო და რაღაც დროს ხაღალდებია და რაღაც დროს ის არის, რომ 40,000 ადამიანის შეკრიბოთ ახალგაზრდაო, რომელიცაც არ ექნება არც ერთ პოლიტიკურ პარტიაზე რაღაცა მხარდაჭერაო, ნეიტრალური ადამიანები შეკრიბოთ და ლოტოტრონით ჩავატაროთო არჩევნები კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პატა ბურჭულაძესგან მოვისმინეთ, რომ ტელეფონებით შეიძლება ჩატარება არჩევნების შემდეგ თბილისის მერიას მიმართა, რომ ის იჯარა დააფინანსეთო ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის, საერთო ჯამში როგორ უყურებთ ამას? ნუ რა თქმა უნდა, ამასაც ახლა სერიოზულად ვერ შეხედავ, რამდენადაც მახსოვს ბატონმა დუმბაძემ თქვა, რომ გონი მე-11 მე-12 კლასელებს ჩავატარებინათ არჩევნები, ხო? ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენც არასერიოზულად შევხედოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შვენიერი სანახავი იქნება მაგალითად ბურჭულაძემ როგორც CSKO-ს თავმჯდომარემ ტელეფონები დაარიგოს მე-11 მე-12 კლასელებთან, დუმბაძე იქნება ალბათ ამ ყველაფრის მერე პროცესის მართველი და დადებენ შედეგს სავარაუდოდ, ხო? და მერე ალბათ გაეღვიძებათ კიდევაც და სიზმრიდან გადავნენ რეალობაში. ეს არის მოცემულობა, ხო? ახლა აი ეს ხალხი როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვას ვინმე? მე დარწმუნებული ვარ, აი ამ 100,000-ობით ადამიანმა, ვინც ხმა მისცა
ზოგმა ლელოს, ზოგმა გახარიას, ზოგმა ახლებს, ზოგმა ძველებს ნაცმოძრაობაში დარწმუნებული ვარ, აი 90%-ზე მეტი ადამიანი, მათი მხარდამჭერები, ასევე არასერიოზულად უყურებენ ახლა ბურჭულაძეს გამონათქვამსაც, სალომეს გამონათქვამსაც და ამ დუმბაძის გამონათქვამსაც. ზოგადად ხო ასეთი მიდგომა აქვს ოპოზიციას, რომ ვინც არიღებს მონაწილეობას, რომ თქვენ არჩევნები არ უნდა ჩაგატარებინონ. 4-ში, 4 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უნდა ჩაატაროს არჩევნები, ხო? ხო და აი რა იქნება მაშინ პასუხი ბატონო? ესეც დასტურია იმის, რომ ისინი ცნობენ ამ არჩევნებს. მე ვთქვი და გავიმეორებ კიდევ ერთხელ. იმდენჯერ აქვთ ნათქვამი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები, რომ ჩვენ არ გამოგვიყენებია მაგდენჯერ ეს სიტყვა. თვითმმართველობის არჩევნები. რო ჩატარდება არჩევნები და რომ იქნება არჩევნები, რომ დაინიშნება არჩევნები და არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ შენ აღიარებ ამ არჩევნებს. უბრალოდ იცი, რომ ვერ ჩააბარებ ამ გამოცდას, იმიტომ რომ არ გიმეცადინია და ეხლა გინდა რომ რაღაცნაირად თქვა, რომ საგამოცდო კომისია არის არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული და ამიტომ მე ჩამჭრიან ამ გამოცდაზე და არ მივალ ამ გამოცდაზე. ეს არის ეხლა ამათი გეგმის ნაწილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლეგიტიმაცია არჩევნებს აქვს საზოგადოებისგან. კონსტიტუციისგან პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სადაც არის გაწერილი, სად და როგორ ხდება და მე როცა საზოგადოება მიდის არჩევნებზე, ის ახდენს ლეგიტიმაციას არჩევნებისას. ეს არის ანი და ბანი დემოკრატიის ზუსტად. ნუ ამ ხა არიციან და უბრალოდ არც უნდათ რომ იცოდნენ, თორე ძალიან კარგად იციან თვითონ ხა ბევრი ნათქვამი აქვს ისეთი რამე მათ დროს ნაციონალური მოძრაობის დროს, როცა ეხა პირიქით საუბრობენ, როცა არიან უკვე ვითომ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში. ასე რომ არჩევნებს ისინი აღიარებენ, რა თქმა უნდა. უბრალოდ არ უნდათ მონაწილეობა, ვისაც არ უნდა მონაწილეობა, იმიტომ რომ იციან რომ დამარცხდებიან. და ასევე მინდა კითხოთ ნარკომანიასთან დაკავშირებით, გამკაცრა საქართველოს პარლამენტმა რიგი კანონები, ხედავთ რომ ყოველდღურად ხდება, რამდენი ნიუსი არ გავალო, არ გვაჩვენოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციების შესახებ. აი ამ ამებზე მაგალითად რამდენიმე სტატუსი დღეს ავიკითხე Facebook-ზე, რომ იმიტომ ლაპარაკობს დღეს ხელისუფლება ამ ნარკომანიაზე, რომ აი დააშინონ ახალგაზრდები, რომ არ გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, რომ მოხდება მერე მათი დაკავება ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელითო. რა არის აი გურამაჭარაშვილის შეფასება ამ საკითხზე? ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ რა თქმა უნდა ამ საკითხში ჩვენ სრული მხარდაჭერა აქვს ქართულ ოცნებას, ხელისუფლებას თავიდან ბოლომდე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ისეთი სცენი მსოფლიოში, არა მხოლოდ საქართველოში, რომელსაც თუ ძალიან მკაცრი ბრძოლა არ გამოუცხადე, ისე შედეგებს ვერ მიიღებ და შედეგები არის რომ მინიმუმამდე დავწიოთ ჩვენ ეს ნარკომანია. ეს კარგად ცნობილია სამწუხაროდ სულ ვერ გააკროფ ამას, იმიტომ რომ ვერცერთ ქვეყანაში ეს ვერ მოხდა, მაგრამ მინიმუმამდე დაწევა ეს ნამდვილად არის ჩვენი მიზანი და ამიტომაც ხდება, რომ არა მხოლოდ საკანონმდებლო ბაზა გავამკაცრეთ ამ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, არამედ უკვე პრაქტიკულად აღმასრულებელი ხელისუფლება ამას ახორციელებს, მათ შორის მკაცრად და თქვენ ნახეთ რომ ნუ ყოველ მეორე ან მესამე დღეს მაინც ხდება განცხადებები და ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში, კი ბატონო და თან საკმაოდ დიდი ოდენობით მათ შორის უცხოელების მხრიდან შემოტანილი ეს ასე ვთქვათ ნარკოტიკული საშუალებები და ბუნებრივია რომ ეს გაგრძელდება და გაგრძელდება ზუსტად იმიტომ რომ ქვეყანაში სახელმწიფოში სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ იქ შეგიძლია რომ ნებისმიერ ასეთ ტიპის გამოწვევას ებრძოლო. აი ეს არის თავი და თავი, ჩვენ სულ ამას ვამბობთ. როცა სახელმწიფოს სცალია იმისთვის რომ მიხედოს შიდა პრობლემებს, ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში არის მშვიდობა. როცა გარედან აღარ უტყავენ, როცა შიგნით ეკონომიკა ნენელა ვითარდება, აი მაშინ ხდება აი ამ ყველაფრის დარეგულირება და აი ამას ვიცავთ. თუმცა ეკონომიკის ჩამოქცევაზეც პროგნოზირებდნენ, ხო? თქვენი ოპონენტები. ნუ ოპონენტები პროგნოზირებდნენ, სავალუტო ფონდი სხვა რამეს ამბობდა. ოპონენტები იმასაც პროგნოზირებდნენ, რომ 20-20-ის არჩევნების შემდგომ 21-ში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნებიო და მერე 22-ში ჩატარდებაო, მერე 23-ში ჩატარდებაო და 24-ში ისედაც ტარდებოდა. აი ხა 24-დანაც ხო დაიწყეს. აი 21-ში მე უთხარი რომ ჩატარდებოდა საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად 24-ში და ჩატარდა 24-ში. და ეხლაც ყოველ წელს იტყვიან, რომ აი წელს ჩატარდება და ასე შემდგომ. გახსოვთ ისიც რომ 2022 წელს როცა ჩვენ თქვით რომ არ შევალთ სამხედრო კონფლიქტში, იმიტომ რომ ეს იქნება დაქცევა ქვეყნის, ამბობდნენ რომ ეს იყო უბედურება და აი ჩვენ ნახავდით რომ მთელი მსოფლიო დადგებოდა იქ და დაიწყებოდა ასე ვთქვათ უკრაინის ჯარების შესვლა რუსეთის ფედერაციაში და სამწუხაროდ ესე არ მოხდა. ჩვენ ნახეთ
ეს უკრაინიზაცია რანაირად წავიდა და სამწუხაროდ ასევე სად აღმოჩნდა სამწუხაროდ უკრაინა. და სად აღმოჩნდებოდით ჩვენ რომ ავყოლოდით აი ამ მათ ნარატივს და ასე რომ ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობს პოზიციასაც ვერ დაარქვევ ამას ნაციონალურ მოძრაობა თავის ფილიალებით თავიდან ბოლომდე არის გაშიფრული თავისივე ამომრჩევლებში მათ ეხლა კარგად იციან რომ ისაც მიიღებს ხარდაჭერა 2024-ში ეხლა მაგდენიც აღარ იქნებათ მაგალითად ითქვა ბატონ გურამ რომ აი თინა ბოკუჩავა პეტრეცისკარიშვილი რომ ლონდონში გაემგზავრნენ ბატონ კეზერაშვილთან და ამაზე რა ხდება თქვათ აი იყო ერთი პერიოდი ის რომ კეზერაშვილი თითქოს რაც სადღაც გაიწია აღარ ერეოდა ფორმულაზე თქვა უარი თითქოს პოლიტიკაზეც თქვა უარი რაღაც ახალი კომბინაცია იბადება ერთი რაც არის ბუნებრივი პროცესია იმიტომ რომ ეს ხალხი ყოველთვის ეძებს ლეგიტიმაციას არა ხალხში არამედ უცხოეთში ეს არის მათი აი დააკვირდით ანუ აქ არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს და პოლიტიკური პროცესი როგორ უნდა იყოს ხალხთან კი არ გადიან ემათ კი არ ესაუბრებიან უცხოეთში გარბიან ამიტომ ვამბობთ რომ უცხოური აგენტები არიან მე ამბობენ რომ აბარი საფუძველზე ამბობოდა თან აღიარებენ ამას არც მალავენ ადრე ფუთავდნენ მაინც ცოტა ფუთავდნენ მაინც ზოგი ამბობდა საქმეზე მივდივარ და ასე შემდეგ ეხლა ამბობენ რომ კი მივდივარ იქ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სად მიდიხარ საზოგადოებას კითხი აქ რა უნდა და როგორ უნდა უცხოეთში რატო გარბი ხარ იმიტომ გარბი ხარ რომ იქიდან ელოდები ფულს იქიდან ელოდები მხარდაჭერას და ეგ არის მე აბა უცხოელი როგორ გეტყვი შენი ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ რამეს ბუნებრივია ეს მეორე ფრონტი რაციონალურად რა თქმა უნდა ჭირდება ევროპას რა თქმა უნდა ჭირდება ბალტიისპირეთს იმიტომ რომ არ მოიცანოს რუსეთმა მათთვის ეს თვითონ თქვეს აღიარეს სახელმწიფო მეთაურებმა და მათი მხრიდან ეს რაციონალურია, მაგრამ შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე როგორია? ამაზეა საუბარი და ეს ხალხი აქ საზოგადოებას საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და დარბის უცხოეთში. ეხლა იქ კეზერაშვილთან ჩავა თუ სხვასთან ჩავა, მე ფულს ვინ მისცემს თუ ვინ არ მისცემს, ეს უკვე მეორე ხარისხოვანი. ხო გაართულეთ თქვენ კანონმდებლობა გართულებულია, უნდა აისახოს ვინ საიდან შემოიტანს, როგორ შემოიტანს და აი ამ კანონებმა თუ მიიღო უკვე რამე ეფექტი და იმ შემთხვევაში თუ მოხდება, აი სხვა შემთხვევაში აი იგივე კეზერაშვილის მხრიდან ესე მარტივად მოხდება შემოტანა ფული. პირველი ეფექტი იყო ბრიტანეთის საელჩოს ეკნებოდა საშუალება რომ გადმორიცხავდა იმ გრანტებს, თორსტემი 9 მილიონი ფუნტზე იყო საუბარი, ხო? ცოტა პატარა თანხა არ არის. და ეს გრანტების განშთვლება რომ შევიტანეთ, აი ამან შეაფერხა ეს პროცესი ზუსტად. აი ეს იყო ეფექტი. როცა მოუწია ბრიტანეთის ელჩს და საელჩოს რომ ეღიარებინა ის რომ რიცხავდა არა მიზნობრივად, აპირებდა რომ გადაერიცხა და დღემდე არ აქვს პასუხი გაცემული კითხვებზე. დღემდე არ აქვს ბრიტანეთის საელჩოს კითხვებზე პასუხი რომ რატო რიცხავდი ამ თანხას? რა სიკეთე გინდოდა საქართველოსთვის? მითხარი მადლობას გადაგიხდი, განათლების სისტემაში გინდოდა, გარემოს დაცვაში, სად რიცხავდი ამ თანხებს? პოლიტიკურ აქტივისტებს რო ურიცხავდი ამ თანხებს, რომლებიც მხილებულები არიან რევოლუციურ სცენარებში და აგერ ამბობენ პირდაპირ რევოლუცია გვინდაო, ამათ რო ურიცხავ ბრიტანეთის საელჩო თანხას, რა მიზანი გაქვს? ვერ გამოვიდა ელჩი და ვერ გააკეთა ეს განცხადება. აი ეს არის ეფექტი. ასეთი იქნება ყოველთვის ყველგან NGO იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ექნება სურვილი რომ აქ დააფინანსოს შემოტანა უცხოური თანხების. ნუ ოფიციალურად ესეა, ეხლა რაღაც დონეზე ყოველთვის ყველგან რაღაცის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მასობრივად და მასშტაბურად რომ ეს პროცესები მართო, ამას უზრუნველყოფს სწორედ ეს ფარას კანონიც და ეს გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები. მადლობა ბატონ გურამ, მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. გურამ მაჭარაშვილს უსმენით ხალხის ზალიდან, ორშაბათ შეხვდებით ნახვამდის.